უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთობის დღედ დადგინდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ აფხაზეთობის აღსანიშნავად მოციქულ სვიმონ კანანელის დღე შეირჩა. იგი ერთ-ერთი იყო იმ მოციქულთაგან, რომლებმაც პირველად იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში. პირველი საუკუნის 50-იან წლებში სვიმონ კანანელმა ქრისტიანულ მრწამსზე აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა მოაქცია. აფხაზეთით გაოცებულმა მოციქულმა ბინამ ლამაზ მხარეში დაიდო და სიცოცხლის ბოლომდე სწორედ აფხაზეთში იმოღვაწა. წმინდანის სახელზე ახალ ათონში ეკლესია ააგეს, რომელიც ქართველებისა და აფხაზების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ილია მეორემ 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთობის დღედ გამოაცხადა. სიმბოლურია ისიც, რომ აფხაზეთობის აღსანიშნავად პატრიარქმა ქართველ ერს 2013 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს მისცა კურთხევა. წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ არაერთი ღონისძიება განახორციელა აფხაზეთის დღის აღსანიშნავად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებული მრავალფეროვანი პროექტი იყო. სხვადასხვა წლებში ასევე განხორციელდა კულტურული და შემეცნებითი აქტივობები, ლიტერატურული, სამხატვრო კონკურსები, ასევე ფოტოგამოფენები, რომლებშიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის სამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს დევნილი მხატვრების ნამუშევრების ნახვაც შეეძლოთ. აფხაზეთის დღის აღსანიშნავ კულმინაციად ორგანიზატორები ხშირად გრანდიოზულ გალა-კონცერტებს გვთავაზობდნენ, რომლებშიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ანსამბლები, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი შემსრულებლები და არტისტები მონაწილეობდნენ. მე ვარ აფხაზეთი, ეს ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც აფხაზეთობას მიეძღვნა და სოფელ რუხში გრანდიოზულად აღინიშნა. ლოკაცია სიმბოლურად შეირჩა, რადგან რუხს ოკუპირებულ აფხაზეთთან სულ მცირე მანძილი აშორებს. ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებით გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების წახალისებისათვის კი მათი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მოეწყო. ყოველწლიურად აფხაზეთობის აღსანიშნავად ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები, ანსამბლები და ცნობილი სახეები ერთიანდებიან. მთავარი სურვილი, რაც მათ ამოძრავებთ აფხაზეთში დაბრუნება და მორიგი აფხაზეთობის დღესასწაულის ენგურს გაღმა მოსახლეობასთან ერთად აღნიშნვა. წელს კორონავირუსისაგან გამოწვეული პანდემიის გამო აფხაზეთობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფეშიომ ციონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ახალი კლიპი გადაიღეს, რომელიც აფხაზეთის დღეს მიეძღვნა. ვიდეო რგოლზე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და მუსიკოსი დათო ევგენიძე მუშაობდნენ. თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის ცენტრალური უბნების ეკრანებზე კლიპი 4 დღის განმავლობაში გადაიცემოდა.